ომის კატასტროფული შედეგები ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მხოლოდ ახლა იწყებს გამოვლენას. აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების სრული კრახის ფონზე არაბმა შეიხებმა მოულოდნელად ომის ხარჯები დონალდ ტრამპს წაუყენეს. ითხოვინებიან, რომ გაერთიანებულმა არაბეთის ემირატებმა, რომლებიც ირანის თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ, დაიწყეს კონსულტაციები ამერიკელებთან ფინანსური დახმარების შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ირანთან ომი ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდებს. ემირატებმა ტრამპს მოსთხოვეს გადაეცათ მათთვის გადაუდებელი და უსაბრუნებელი დახმარება. ხოლო თუ ტრამპი უარს იტყვის, ემირატები მზად არიან ჩინურ იუანზე გადავიდნენ. მაგრამ ჩანს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ემირატები მხოლოდ პირველები არიან, ვინც ტრამპს ფული მოსთხოვა. როგორც გაირკვა, ირანმა ადრე კომპენსაცია მოსთხოვა 5 მთავარ არაბულ ქვეყანას ომში მონაწილეობისთვის, მაგრამ ამ ქვეყნებმა უკვე მიანიშნეს, რომ ყველა ხარჯი შეერთებულმა შტატებმა უნდა დაფაროს. ამ ფონზე არაბულმა ქვეყნებმა მოულოდნელად დაიწყეს ომისგან მიღებული ზარალის აქტიურად დათვლა. ალბათ იმისთვის, რომ დონალდ ტრამპს ანგარიში წარუდგინოს. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვების ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, Pechi News-ი. ბმული აღწერაშია ამ ვიდეოს ქვეშ. იქვეა ბმულები, თუ როგორ შეგიძლიათ დაუჭიროთ მხარი ამ YouTube არხის მუშაობას. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი დონაციის ან სპონსორობისთვის. დღეს გახდა ცნობილი, რომ გაერთიანებულმა არაბთა საამიროებმა დაიწყეს კონსულტაციები ამერიკის შეერთებულ შტატებთან შესაძლო ფინანსური დახმარების თაობაზე, იმ შემთხვევაში თუ ირანთან ომი ქვეყანას უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდებს. გაერთიანებული არაბთა საამიროების ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ხალედ მოჰამედ ბალამა გასულ კვირას ვაშინგტონში აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენთან და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებთან განიხილავდა დოლარულ ლიკვიდობაზე გადაუდებელი წვდომის შესაძლებლობას სუოპ ხაზის მეშვეობით. გაერთიანებულ არაბთა საამიროებს საფუძვლიანად ეშინიათ ეკონომიკაზე სერიოზული დარტყმისა და ინვესტორების გადინების, რომლებიც ადრე საამიროებს უსაფრთხო იურისდიქციად მიიჩნევდნენ. კონფლიქტმა უკვე დაარტყა ქვეყნის დოლარის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს, ანუ ნავთობის ექსპორტს, ჰორმუზის სრუტის გავლით. და სანამ 17 აპრილს ზავი ძალას შევიდოდა, ირანმა ძალიან მასიურად შეუტია საამიროებს. ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მათზე გაშვებული იყო 2800-ზე მეტი დრონი და რაკეტა, თუმცა უმეტესობის ჩამოგდება მოხერხდა. და ახლა იუწყებიან, რომ მოლაპარაკებების დროს გაერთიანებული არაბული საამიროების ჩინოვნიკები მიუთითებდნენ სკოტს, ბესონტს და ტრამპის ადმინისტრაციას, რომ სწორედ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ირანზე დარტყმის გადაწყვეტილებამ ჩააბა საამიროები დამანგრეველ კონფლიქტში სერიოზული შედეგებით. გარდა ამისა, საამიროების ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ ქვეყნის წარმომადგენლები ზოგადად აფრთხილებდნენ, რომ საამიროები შეიძლება იუანზე გადავიდნენ, თუ ოპერაციებისთვის დოლარი დააკლდებათ. მოდით სხვანაირად ვთქვათ, ანუ საამიროებმა გააფრთხილეს აშშ-ო, რომ თუ მათ დოლარს არ მისცემენ, ჩინურ იუანზე გადავლენ. და აქ რა არის მახე დონალდ ტრამპისთვის? თუ აშშ-ში საამიროებს ფულს მისცემს, ეს პრეცედენტი გახდება და მაშინ რეგიონის ყველა ქვეყანა ზუსტად იმავეს მოითხოვს. როგორც ცნობილია, რეგიონის ქვეყნებმა უკვე დაიწყეს აქტიურად სესხების აღება ბაზარზე, რათა გაზარდონ ლიკვიდობის მარაგი იმ კრიზისის ფონზე, რომელსაც საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ნავთობის მიწოდების ისტორიაში ყველაზე მძიმე შოკი უწოდა. აბუ-დაბიმ, ანუ ყველაზე მდიდარმა 7 საამიროდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თვის დასაწყისში სასწრაფოდ მოიზიდა დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი. ბარეინმა თვის დასაწყისში ასევე გახსნა სუოპ ხაზი საამიროებთან, დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური სტაბილურობის გასაზრდელად. და აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. სუოპ ხაზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. და აი Wall Street Journal წერს, რომ სავარაუდოდ ასეთი სუოპ ხაზი არ დამტკიცდება საამიროებისთვის, რაც კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის ტრამპს. იმიტომ რომ მაშინ შეიხები პირადად მივლენ ტრამპთან და ეთქვიან, მოისმინე მეგობარო, აბა იქნებ ცოტა ფული მოგცე, თორე დიდი პრობლემები გექნება. ჩვეულებრივ ამ ინსტრუმენტს მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა დაფინანსების ბაზრებზე მწვავე კრიზისია, რომელიც შეიძლება აშშ-ის ეკონომიკას დაემუქროს. ფედერალური სარეზერვო სისტემის მუდმივი სუოპ ხაზები მოქმედებს დიდი ბრიტანეთის, კანადის, იაპონიის, შვეიცარიისა და ევროპის კავშირის ცენტრალურ ბანკებთან.
ასევე აღნიშნა, რომ ძლიერი სტრესის პერიოდში ასეთი ხაზები კიდევ 9 ცენტრალური ბანკისთვისაც იხსნებოდა, მათ შორის მექსიკის, სამხრეთ კორეისა და ბრაზილიის ცენტრალური ბანკებისთვის. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ასევე ფლობს ალტერნატიულ მხარდაჭერის მექანიზმებს ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაწილეობის გარეშე. და აი გასულ წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ არგენტინისთვის დაამტკიცა 20 მილიარდი დოლარის სოფხაზი ვალუტის სტაბილიზაციის ფონდის მეშვეობით. და მაშინ ფაქტობრივად ამ სოფხაზმა ხავიერ მილეის დაეხმარა არჩევნებში გამარჯვებაში, უпростоრად მის პარტიას, რადგან ეს ლიკვიდობას უმატებდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების დირხამი მყარად არის მიბმული დოლარზე და უზრუნველყოფილია 270 მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვებით. თუმცა ომმა გააძლიერა ზეწოლა დირხამზე კაპიტალის გადინების რისკების, საფონდო ბაზრის ვოლატილობისა და სხვა შოკების გამო. აი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ელიან რეგიონის სწრაფ აღდგენას. საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრმა მოჰამედ ალ-ჯადანმა განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტის საბაზისო ლოგისტიკის აღდგენას ქაოსის შემდეგ შეიძლება მინიმუმ ივნისის ბოლომდე დასჭირდეს. და შემდეგ მან განაცხადა, ციტატა: მათ ვისაც სწრაფი აღდგენის იმედი აქვს, თუნდაც საბრძოლო მოქმედებები სრულად შეწყდეს, მოუწევთ თავიანთი გათვლების გადახედვა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ემირატების ტრამპისთვის ფულის თხოვნა მხოლოდ აისბერგის წვერია. სპარსეთის ყურის ქვეყნები მხოლოდ ახლა იწყებენ ომისგან მიღებული ზარალის დათვლას. ციფრები უკვე შემაძრწუნებელია. ჰორმუზის სრუტის დახურვამ უკვე გამოიწვია ქვეყნების ზარალი ნავთობის გაუყიდაობის გამო, რომელიც 50 დღეში საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში 50 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. კუვეითის, ერაყის, საუდის არაბეთისა და გაერთიანებული არაბული ემირატების ჯამური მოპოვება მარტის შუა რიცხვებისთვის დღეში 10 მილიონი ბარელით შემცირდა. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საავიაციო საწვავის მიწოდება თებერვალში თითქმის 20 მილიონი ბარელიდან 4 მილიონამდე დაეცა. За март и апрель суммарно. უბრალოდ წარმოიდგინეთ რა მასშტაბებია. ქატარის კომპანიამ Qatar Energy-მ ყველა საექსპორტო კონტრაქტზე ფორს-მაჟორი გამოაცხადა. ქატარში გაზის ობიექტზე დარტყმამ ქვეყნის თხევადი ბუნებრივი გაზის ექსპორტის სიმძლავრის დაახლოებით 17% მწყობრიდან გამოიყვანა. ოქსფორდ ეკონომიქსის ანალიტიკოსებმა სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების MSHP-ს ზრდის პროგნოზი თითქმის 2% პუნქტით შეამცირეს, ხოლო საუდის არაბეთში და გაერთიანებულ არაბთა ემირატებში პროგნოზირებულია MSHP-ს 3.5%-ით შემცირება შესაბამისად. ხოლო კუვეითისა და კატარის MSHP 2026 წლის შედეგებით შესაძლოა მთლიანად 14%-ით შემცირდეს. ეს საერთოდ უზარმაზარი თანხებია. და ეკონომისტებმა გამოთვალეს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების საერთო ზარალი ომისგან შეიძლება 200 მილიარდ დოლარამდე დაკარგულ MSHP-ს მიაღწიოს. მაგრამ და ეს მხოლოდ პრობლემის ნაწილია. მაგალითად, ისეთი გიგანტების როგორიცაა Emirates და Qatar Airways მუშაობის შეჩევებამ საჰაერო სივრცის დახურვის გამო სექტორს დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის ზარალი მოუტანა. გაერთიანებული არაბეთის ემირატები ზარალს იღებენ იმის გამო, რომ ინვესტორები ტოვებენ ქვეყანას. ამავე დროს თეირანი თავისი ინფრასტრუქტურის საერთო ზარალს 270 მილიარდ დოლარად აფასებს. და ეს ყურადღება ირანის MSHP-ს დაახლოებით 57%-ია. და ერთი კვირის წინ თეირანმა ოფიციალურად მოითხოვა კომპენსაცია საუდის არაბეთისგან, გაერთიანებული არაბული ემირატებისგან, კატარისგან, ბარეინისგან და იორდანიისგან მათი მონაწილეობისთვის ამერიკულ-ისრაელის ომში ირანის წინააღმდეგ. შესაბამისი განცხადება გააკეთა ისლამური რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა, გაერთიანებულ ერებში ამირ საიდ ირავანიმ. შემდეგ მის ციტატა: ამ ხუთმა ქვეყანამ დაარღვია თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები ისლამური რესპუბლიკა ირანის წინაშე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მათ სრულად უნდა აუნაზღაურონ ისლამური რესპუბლიკა ირანისთვის მიყენებული ზიანი, მათ შორის კომპენსაციის გადახდა მთელი მატერიალური და მორალური ზიანისთვის, რომელიც მათი საერთაშორისო დარღვევების შედეგად წარმოიშვა. და აი გაერთიანებული არაბული ემირატების მიმართვა ტრამპისადმი კომპენსაციის მოთხოვნით, როგორც ჩანს, მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რადგან ომის შემდეგ, როგორც ხედავთ, პრობლემები კიდევ უფრო გაიზრდება. აქ წერტილებს დავსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყეთ მოწონების დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ პირდაპირ წერია: არხის მხარდაჭერა ალექსეი პეჩი.
აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმატი. მადლიერი ვიქნებით თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.